ირანი თვლიდა, რომ კარგად იყო დაცული, სანამ მეზობელი ისლამური ქვეყნები არ დაარღვიეს ალიანსი და არ დატოვეს ნეიტრალიტეტი, რომელსაც თეირანი ფარად იყენებდა. ცვლილება აშკარა გახდა, როდესაც ბაჰრეინის ტერიტორიიდან ირანის მიმართულებით განხორციელდა თავდასხმები, ხოლო ქუეითი, იორდანია და ბაჰრეინი კვლავ ირანული რაკეტებისა და დრონების სამიზნე გახდნენ. და როდის გაამკაცრა სპარსეთის ყურის ბლოკმა რიტორიკა? ერთობლივი დაცვის მიზნით. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრინცმა ფაისალ ბინ ფარჰანმა და მისმა არაბ კოლეგებმა კატარიდან, ომანიდან, ბაჰრეინიდან და იორდანიიდან დაგმეს ირანის მიერ რეგიონის ქვეყნებზე განხორციელებული განმეორებითი თავდასხმები. მათ უარყვეს ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს სახელმწიფო სუვერენიტეტს, ან საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ირანმა დახურა ჰორმუზის სრუტე და სხვადასხვა სპარსეთის ყურის ქვეყანაზე მიიტანა იერიში. თეირანი ფიქრობდა, რომ რელიგიური სიახლოვე, ნავთობის ბიზნესები და რეგიონული ომის შიში ხელს შეუშლიდა მის მეზობლებს თანამშრომლობაში. ეს გათხოვა დაიწყო რღვევას. ბაჰრეინი უკვე გამოჩნდა როგორც ირანის ტერიტორიაზე თავდასხმის გაშვების წერტილი. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭომ დაიწყო ნებისმიერი ერთ სახელმწიფოზე თავდასხმის განხილვა, როგორც ყველა სახელმწიფოზე თავდასხმა. და საუდის არაბეთი კვლავ პირდაპირ დაუპირისპირდა ირანის მხარდამჭერ ქსელს იემენში, რამაც მეზობლები თეირანის წინააღმდეგ განაწყო. ამასაც მალე მოგიყვები. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი გაწელვის გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, იმიტომ რომ აქ ასეთი ვიდეოები ყოველ დღე გამოდის. 2026 წლის 13-დან 14 ივლისის ღამეს შეერთებულმა შტატებმა ირანზე კიდევ ერთი თავდასხმის ტალღა განახორციელა. ცენტრალურმა სარდუობამ განაცხადა, რომ შეტევამ დააზიანა საჰაერო თავდაცვის სისტემები, სანაპირო რადარები და მცირე ხომალდები, რომლებიც ირანის შესაძლებლობას უკავშირდება ყურის შესასვლელის კონტროლში. ჰაიმარსის სისტემა ამ ცვლილების ცენტრში აღმოჩნდა მისი პოლიტიკური მნიშვნელობის გამო. მარტში გადამოწმებულმა ვიდეომ აჩვენა, როგორ გაეშვა რაკეტები ბაჰრეინიდან ირანის ტერიტორიაზე. ექსპერტების თქმით, გამშვები დანადგარებიდან ერთი, როგორც ჩანს, იყო მარკ მაკენტო და 42 ჰაიმარს. ბარიერი. მეზობელი ისლამური ქვეყნის ტერიტორია ირანზე პირდაპირ თავდასხმასთან კავშირში აღმოჩნდა. გეოგრაფიამ ამ აღმოჩენის მნიშვნელობა კიდევ ირანი გარშემორტყმულია ქვეყნებით, რომლებიც სამხედრო თანამშრომლობას ინარჩუნებენ შეერთებულ შტატებთან და რომლებიც ნავთობისა და გაზის გასაკიდად საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოებაზე არიან დამოკიდებული. თეირანი ფიქრობდა, რომ შურისძიების შიში ამ მთავრობებს ირანისგან შორს დაიჭერდა. ირანის თავდასხმებმა კი საპირისპირო ეფექტი გამოიწვია. ბაჰრეინმა აღკვეთა ახალი საჰაერო საფრთხეები, ხოლო იორდანიამ 14 ივლისს ჩამოაგდო 4 რაკეტა, რომლებიც მის საჰაერო სივრცეში შევიდა. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭომ რეაგირება მოახდინა. იორდანიამ 14 ივლისს ჩამოაგდო 4 რაკეტა, რომლებიც მის საჰაერო სივრცეში შევიდა. 9 ივლისის განცხადებაში წევრმა ქვეყნებმა დაგმეს ირანის თავდასხმები საუდის არაბეთისა და კატარის გემებზე ჰორმუზის სრუტეში. ასევე შეტევები ბაჰრეინსა და ქუეითზე. ჯგუფმა განაცხადა, რომ მათი უსაფრთხოება განუყოფელია და დაიცვა როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური პასუხისუფლება. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც 13 ივლისს დაგმეს თავდასხმები ბაჰრეინზე, ქუეითსა და იორდანიაზე. ძველი მცდელობა დაებალანსებინათ დიალოგი თეირანთან და პარტნიორობა ვაშინგტონთან დაკარგა მნიშვნელობა მას შემდეგ, რაც რაკეტებმა საზღვრები გადაკვეთეს. აქ იზრდება ზეწოლა ირანზე, ტოლერანტობა შემცირდა, გმობა ერთობლივი გახდა და კოლექტიური პასუხისუფლება რეგიონულ დისკურსში შევიდა. ივნისში სპარსეთის ყურისა და შეერთებული შტატების მინისტრებმა უკვე კიდევ ერთხელ დაადასტურეს სტრატეგიული პარტნიორობა და დაიცვეს თავისუფალი ნავიგაცია ჰორმუზის სრუტეში. როცა ირანმა ახალი ჩაკეტვა გამოაცხადა, ის კვლავ დაესხა გემებს, ნაკადი შემცირდა და ნავთობის ფასი გაიზარდა. როიტერსის მიერ მოყვანილი მონაცემებით 10-დან 12 ივლისამდე გემების მოძრაობა დაახლოებით 52%-ით შემცირდა. მაშინ როცა ნავთობი ორშაბათს 9%-ზე მეტით გაიზარდა. ქუეითისთვის, კატარისთვის, ბაჰრეინისთვის, საუდის არაბეთისთვის, ომანისთვის და არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის, თეირანისთვის ამ გასასვლელის იარაღად ქცევის დაშვება ნიშნავს მუდმივ უსაფრთხოებაში უზარმაზარი დანაკარგების მიღებას. ირანის პასუხმა აჩვენა, რომ რეჟიმი საფრთხეს კარგად აცნობიერებს. რევოლუციურმა გვარდიამ დაარტყა შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულ ობიექტებს ბაჰრეინში, ქუეითში და იორდანიაში. ასევე დაემუქრა მთავრობებს, რომლებიც ვაშინგტონთან ითანამშრომლებდნენ.
ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები დაუპირისპირდებიან ნებისმიერი სახის არეულობასა და დაუცველობას სავაჭრო გემების გადაადგილებისას. ირანი მკაცრად დაუპირისპირდება ნებისმიერ სავაჭრო გემს ან ნავთობის ტანკერს, რომელიც თავის მარშრუტს გადაუხვევს. აშშ-ის დამხრობელი და მეკობრე არმიის მიერ დანიშნული და რომელსაც არ ექნება შეიარაღებული ძალების ნებართვა და მკაცრი ქმედებები. ისლამური რევოლუციური გვარდიისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიის ბოლო დღეებში განხორციელებული ქმედებები ამის მტკიცებულებაა. რეგიონის ქვეყნების ლიდერებს აფრთხილებენ, რომ ნებისმიერი თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან და ნებისმიერი ლოგისტიკური მხარდაჭერა მათი დამპყრობელი არმიისთვის ჩაითვლება ირანის სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ომის აქტად. თუ რეგიონში ომი გამწვავდება, კონფლიქტის სალი ყველა ქვეყანას მოიცავს რეგიონში. 14 ივლისს ირანმა განაცხადა, რომ ამერიკულ ბაზაზე იორდანიაში რაკეტები გაუშვა. იორდანიის ძალებმა განაცხადეს, რომ 4 ჭურვი ჩაჭრეს. მეზობლების დაშინების მცდელობამ, თუმცა თეირანის წინააღმდეგ ერთიანობა გააძლიერა და ახალი ერთობლივი თავდაცვების არგუმენტი განამტკიცა. შეტაკება ასევე შეეხო გემებს, რომლებიც რეგიონალურ ეკონომიკას ამაგრებენ. არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2 საამიროების ნავთობის ტანკერი ირანული ფრთოსანი რაკეტებით დაზიანდა, როდესაც ისინი ჰორმუზის სრუტის სამხრეთ ზოლში ომანის წყლებში მიცურავდნენ. ურის ქვეყნების მთავრობებისთვის ეს თავდასხმა კიდევ უფრო ამყარებს შეხედულებას, რომ ირანის რეჟიმი ვეღარ ასხვავებს ვაშინგტონზე ზეწოლას მეზობლებზე აგრესიისგან. საუდის არაბეთიც კვლავ დაუპირისპირდა ირანთან დაკავშირებულ ძალას. 13 ივლისს იემენის საერთაშორისო დონეზე აღიარებულმა მთავრობამ, რომელსაც მხარს უჭერს რიადი, დაარტყა სანას აეროპორტის ბილიქს, რათა შეეჩერებინა ირანული თვითმფრინავის დაშვება, რომელიც ხელისუფლების თქმით არ ღვევდა იემენის სუვერენიტეტს. მობრუნდი აქეთ, მოტრიალდი აქეთ. დაბრუნდი. ამ მომენტში ძვირფასო მაყურებლებო, როგორც ხედავთ, აგრესიული სახაერო იერიშები სანას საერთაშორისო აეროპორტზე გრძელდება. 2 დარტყმა მოხდა ბილიქს, დაშვებისა და აპრენის ბილიქს აქ, როგორც ხედავთ. აგრესია, ისი თავისებურება. ხუთებმა საუდის არაბეთი დაადანაშაულეს იერიშების განხორციელებაში და პასუხად რაკეტები გაუშვეს აბას აეროპორტზე. საუდის თავდაცვამ განაცხადა, რომ მათ რაკეტები ჩაჭრეს. ამ ეპიზოდმა დაარღვია 4 წლიანი არაფორმალური ზავი და აჩვენა, რომ ირანის რეგიონული ქსელი ასევე ზეწოლას განიცდის სპარსეთის ყურის ფარგლებს გარეთაც. ირანული თვითმფრინავი საბოლოოდ ხოდეიდაში დაეშვა, რომელიც ხუთების კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მიუხედავად ამისა, თვითმფრინავის დაბლოკვის მცდელობას პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. რიადმა და მისმა მოკავშირეებმა აჩვენეს, რომ ირანის მხარდაჭერა იემენისთვის ჩვეულებრივ მოვლენად არ ჩაითვლებოდა. ირანს ჯერ კიდევ აქვს საპასუხო შესაძლებლობა და აგრძელებს რაკეტებისა და დრონების გაშვებას. რეჟიმის შეცდომა იყო იმის წარმოდგენა, რომ ისლამური მეზობლები უსასრულოდ მიიღებდნენ თავდასხმებს მათ ქალაქებზე, ბაზებზე, გემებზე და შემოსავლის წყაროებზე. ბაჰრეინზე, ქუვეითზე, ყატარზე, ომანზე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და იორდანიაზე შეტევამ ის მცირე პოლიტიკური სივრცეც კი შეამცირა, რაც დარჩენილი იყო. ყოველი ახალი გასროლის შემდეგ ეს მთავრობები უფრო მეტად დამოკიდებულნი ხდებიან ამერიკულ დაცვაზე და უფრო მეტად მზად არიან ითანამშრომლონ თავდაცვისა და დაზვერვის სფეროში. ამ სამშაბათს 14 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებული ბლოკადა ირანის სანაპიროზე ოპერაციულ ფაზაში შედის, ხოლო ნეიტრალური გემები და ჰუმანიტარული ტვირთები შემოწმებას დაექვემდებარებიან. თუ თეირანი გააგრძელებს მეზობლებზე თავდასხმას და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას, ის ნაკლებად ნეიტრალურ გარემოს და უფრო ორგანიზებულ რეგიონს შეხვდება, რომელიც ირანის იზოლაციას სამხედრო, დიპლომატიურ და ეკონომიკურ ზეწოლად გადააქცევს.
დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ ფიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.